მოგესალმებით კлау მეგობრებო, ესე იგი გადავიდეთ შემდეგ ლაივზე. ხმა მიწყდება ხოლმე და ეს ზამთარია და ჩვეულებრივი მომენტია, ზამთარში ასე ხდება ხოლმე ჩემთან მეგობრებო და ნუ გაგიკვირდებათ, ჩვენ დღეს განვიხილავთ იმ მესიჯებს, რომელი მესიჯებით შემოდის გარე სამყაროდან ჩემს Facebook სივრცეში. ამოვიკითხავ მე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მე მწერთ და ვერ გიპასუხეთ. შემომიერთდით და დავიწყოთ. ერთი, ორი, სამი. კარგით, დავიწყებ, იმიტომ რომ დიდი დრო არ გავიდეს. ესე იგი რა ხდება ხოლმე, როდესაც ხმა უწყდება ადამიანს? აქ არის მეხუთე ენერგეტიკული ველი დაზიანებული, ენერგეტიკული ველის დაზიანება ხდება ასე შემდეგ ზოგიერთი გარე ძალების შარევით, ხდება ასევე თვალის აღებით და ხდება ასევე საკუთარი შინაგანის გაუმართავობით. ეხლა გავიგოთ რომელია ეს. მოდი, გუშინ მე მქონდა ერთ-ერთ მამაკაცთან საუბარი. ღამის 4 საათამდე, მიუხედავად იმისა, რომ მე სიდონს ცალკე ველაპარაკებოდი, ამ მამაკაცთან გადავწყვიტე, რომ რა უნდა და გამეგო. და ამას აგიკითხავთ მე დღეს, რა განვითარდა ჩვენი საუბრიდან. ამ ადამიანს ქვია ლევანი. აი ესე ქვია, მეგობრებო, აქვს ესე იგი შავი ზაკუაცია, წითელი ჰალსტუხით და თეთრი საროჭკით. შავი კოსტუმით. პირველად ამ ადამიანმა როდესაც მომწერა ასე, გამარჯობა. და რადგან აი ასეთ სახელი და გვარის ადამიანებს ერთი 5000 არ უპასუხო, ვიფიქრე, რომ იქნებ რამე უჭირს ამ ადამიანს და ვნახოთ, აბა რა უნდა რა, ამ შუაღამეს თქვათ რა გაჭირვებია. და ჩვენ სიდონში საინტერესო საუბარი გქონდა საუბარი უცხოპლანეტელების დედამიწაზე ჩამოსვლაზე. უცხოპლანეტელების ნიბირუდან ჩამოსული დედამიწელები როგორ ხდებიან ერთმანეთს და ამაზე ვხუმრობდით მეგობრებო, ძალიან საინტერესო სახუმარო საუბარი გქონდა და ვიფიქრე, რომ აი თუ თქვათ რაღაცა უცნაური საუბარი გაიმართა, ამ მიმართულებით გავაგრძელებ ამ ადამიანთან საუბარს და მაგრად ვიხუმრე და საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად დამთავრდა მეგობრებო ეს ამბავი. მე მოგიყვებით როგორ ცუდად დამთავრდა ეს ამბავი. მანამდე მინდა განახოთ, რომ მე მაქვს ამ ადამიანზე საუბარი მეგობრებო, მაგრამ აი ასეთი ადამიანები, აი ძალიან ბევრი, რომელიც მწერთ, უკაცრავ და მირეკავთ, გაიჭედა. ვერ გპასუხობთ მეგობრებო, ნამდვილად ვერ გპასუხობთ, იმიტომ რომ აი კიდევ რო ჩავყვეთ ძალიან ბევრია რა და ამიტომ ზოგიერთი თქვენგანი, რომელიც ძალიან ნორმალური ადამიანი ხართ, შეიძლება მოხვდეთ ამათ სიაში, იმიტომ რომ ვერ ვარკვევ ვინ ხართ, იმიტომ რომ ახლა როდესაც 500 ადამიანი გწერს დღის განმავლობაში, მე ყველას ვერ ვიმახსოვრებ ჩემი მაყურებლიდან თუ არ აქტიურობს. და თუ აქტიურობს, მე იმ ადამიანებს ვიმახსოვრებ და შეიძლება კიდევაც თქვენგან გამომეპაროს რომელიმე რა. და ვერ გიპასუხოთ და ნუ გეწყვილებათ. ესე იგი, ლევანთან საუბარი ხდება ასე, მეგობრებო. მოდი, განვიხილოთ, ესე იგი, როგორი ჭრილი არის ამ ადამიანებში. რა კატეგორიის ხალხი არის ინტერნეტ სივრცეში და რა კატეგორიის ხალხი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, იცავს ილია მეორეს. ესე იგი, ცოტა დაბლა ჩამოვალ და მე ამას განახებთ. რა ხდება აქ, როგორ დავიწყეთ საუბარი. ხო, მე მგონი ეს იყო, არა, ეს არ იყო პირველი, როგორც ჩანს წაუშლია წინა. ხო, არა, აი ეს დაიწყო საუბარი. საიდან ხარ?
მეკითხება ლევანი. და რადგან ჩვენ საუბარი გქონდა ნიბირუელებზე, გადავწყვიტე რომ ამ ადამიანს უპასუხო მარსიდან ორიონელების იქით რომ არის პლანეტა. იქ დავიბადე, მერე დედამიწაზე გადმოვცხოვრდით. საიდან მეკითხება. ნახეთ ჩემი ვიდეოები, თემიდან გადავუხვი ახლა. მარსიდან რომ ვარ, ვერავინ მიგებს, დედამიწელებს გიჟი ვგონი ვარ, ილიას რომ ვამხელ. ვწერ მე. ეგ როგორ მომიყევი, საინტერესოა მეკითხება. აი ნახე, ეხლავე განახებ რა სიმღერა დავწერე ილიას სამხელად. აქ საცხოვრობ რომელ ქალაქში თამარ მეკითხება. და გავოგზავნე მე ეს სიმღერა ახლა, რომელიც დავწერე მართლაც ილია მეორის სამხელად და მოდი გადავიდეთ. ტიპმა არ ვიცი მოისმინა, არ მოისმინა და პასუხობს მე ნახოთ რას მიპასუხებს, ჯერ სიმღერა მოვისმინოთ რა. ვაგინე ყველას ვინც ხრისტეს სახელს ამოეფარა ქრისტეს სიტყვები კი გარდამალა ვაგინე ნარიმანს ვაგინე მის მრევლს გადავაქციე ის ერთიანად ვაგინე ყველა უკუღმართ ქართველს ერი ვამხილე სამართლიანად ვაგინე ყველა მправ სისტემას ვაგინე ყველა არამზად უფალს გაზულუქებ აუ რა ცუდია ხა რა არის რა სუნო რა ნერვებზე მშლი რატომ შლენებებზე სუნო? სუნო ნერვებზე ნუმშლე? იცნობთ ხო ამ სიმღერას მეგობრებო? ხელოვნურ ინტელექტს ჩემი ტექსტი მუსიკად გარდავაქმნევინე და ნარიმანს ვაგინე მის მრევლს გადავაქციე ის ერთიანად ვაგინე ყველა უკუღმართ ქართველს ერი ვამხილე სამართლიანად ვაგინე ყველა მправ სისტემას ვაგინე ყველა არამზად უფალს გაზულუქებულ ხელისუფლებას იაპოველი შეკრებილ ფარავს ვაგინე არა იმიტომ რომ სურს ვაგინე არა იმიტომ რომ სურს ვაგინე იმიტომ რომ ვამხელ გაგინე არა იმიტომ რომ სურს ვაგინე არა იმიტომ რომ სურს ვაგინე იმიტომ რომ გამხელ გაგინე იმიტომ რომ გამხელ სამართლიანად მართალიანად ინიდანად ქრისტარიანად გამხელ სრულებით გამხილე სიტყვით პირველი სიტყვით თან მარილანად თავს ნუ გაიხდი საგინებელს იცხოვრე ისე სამართლიანად როგორც ვასწავლა იესო ქრისტე იქ სადაც გზა რომ მიხომარა ვაგინე არა იმიტომ რომ სურს ვაგინე არა იმიტომ რომ სურს ვაგინე იმიტომ რომ გამხელ გაგინე იმიტომ რომ გამხელ ვაგინე არა იმიტომ რომ სურს ვაგინე არა იმიტომ რომ სურს ვაგინე იმიტომ რომ გამხელ გაგინე იმიტომ რომ გამხელ იქით სადიცები პოჩეტახან ჩენეთში. კარგი, გადავიდეთ და ესე იგი ამ ტიპმა, რომელმაც მოისმინა ეს სიმღერა, წერს ესეთ რამეს. მეგობრებო, ბავშვებით უყავთ ეკრანებთან მოაშორეთ, იმიტომ რომ ეს არ არის 18 წლამდე ქვემოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი, რასაც წავიკითხავ მერე. მაგარი რეპია, რომელ ქალაქში ცხოვრობ? ანუ ტიპს აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, რომელ ქალაქში ვცხოვრობ. ხო. ეხლა მე არ ვცხოვრობ ქალაქში, მე პორტალში ვარ, ვეუბნები. როცა მინდა მოვდივარ დედამიწაზე. ეხლა სად ხარ? მეკითხება. საქმეებს ვაგვარებ და მერე მივდივარ ისევ პორტალში. რამდენი წლის ხარ? მეკითხება.
მე ვუგზავნი ამ სიმღერას მეგობრებო, რომელიც ისევ და ისევ ხელოვნურ ინტელექტს შევაქმნებინე მუსიკა ჩემს ტექსტზე და მოვისმინოთ ახლა. მოვისმინოთ თუ არა, მაინტერესებს. თქვენ თუ იცნობთ ამ სიმღერას? Ბრახუნი ფილიპა და ეხლა ნახოთ რას პასუხობს ეს ადამიანი. ნახოთ რას პასუხობს ადამიანი. ადამიანად ვერ ჩავთვლი, მაგრამ ხო შეიძლება ადამიანიც იყოს, ხო? კარგი. აი ნახეთ, ეს ადამიანი პასუხობს. ეს წაშალა როგორც ჩანს, არ ვიცი აქ რა ეწერა, მართალი გითხრა, აღარ მახსოვს. ეს ჩემი სიმღერა როგორ მოგწონს? კაია და რამდენი წლის ხარ? ანუ ტიპი არის ჩაჭედილი ერთ რამეში რა, საცხოვრობ რამდენი წლის ხარ? ესე უცბად მოისმინე, ვეკითხები. თან გწერ რამდენი წლის ხარ? რომელ ასაკს მეკითხები, ფიზიკურს, მენტალურს თუ ასტრალურს ვეკითხები. ფიზიკურს არ მეტყვი? შენ გეკითხები. ფიზიკურად არ ვარსებობ, ვეუბნები. აბა ქმარი როგორ ყავს? ასტრალურად და მენტალურად ვეუბნები. მაპატია და სექსი? სექსი რა არის? ვეკითხები. შვილი როგორ გააჩინე სექსის გარეშე? სიტყვით.
ანუ სექსი არ ქონია? ეგ რა არის ვეკითხები? თუ არ შემხვდი ვერ აგიხსნი. ფიზიკურად ვერ შეგხვდები და შენ ასტრალში ვერ ამოხვალ. მენტალში შეიძლება კიდე შეხვედრა მოხდეს თქო რა. გინდა იგრძნო რა არის სექსი მეუბნება. მენტალურში თუ ასტრალურში ვეკითხები? მენტალურში რა იგულისხმება? ასტრალურში კი შემიძლია სექსის დროს ორივე შევიდეთ. გინდა ერთად? ასტრალში თუ გამოხვალ შეიძლება დაიკარგო, მაგ პასუხისმგებლობას შენ იღებ მხოლოდ შენ თავზე. მენტალში კი კიდე არსად არ მიდიხარ, შენს თავში ჩადიხარ. ასე რომ ან შენ თავში, ან ჯოჯოხეთში. ბავშვებო, ერთი წუთით იგი თქვენ ოთახში გადით რა. ბავშვებო. ბავშვები მოაშორეთ ეკრანებს, მეგობრებო. ნიკოლოზ, შეგიძლია იქით ოთახში გახვიდე? ნიკოლოზ. ჰალო. ნიკოლოზ. ერთი წუთი რაღაცა უნდა წავიკითხო და არ მინდა რომ გაიგო ეს რასაც ვკითხულობ. კაი? გადი შენ ოთახში რა. და მეკითხება ესეთ რამეს. მინდა შენში შემოვიდე, თანახმა ხარ გინდა? ჩემში ვერ შემოხვალ, ფიზიკური სხეული არ არსებობს, ხომ თქვი? უნდა იყო ხეტიალში. აბა Facebook-ით ვინ წერს? მენტალი, მეუბნები. მენტალი. ჩამიგდე შენი ფოტო და ჩავუგდე ეს. და თავარზე ქალის ფოტო ვინაა, ვისი გიყენია? ეგ ჩემი კლონია, მეუბნები. სადაა ეგ კლონი? Facebook-ში მეუბნები. პირადად შემოხვედრე მეუბნება. აქ ვარ გისმენ. პირადად პირისპირ კლონის ხორციელია მეუბნება. კლონები არ მიდიან ეგეთ მოლაპარაკებებზე წერ. მინდა შენ კლონთან ზექსი მქონდეს. ზექსი ან სექსი რა არის? ჯერ ეგ უნდა მითხრა ვეკითხები. რა და სასქესო ორგანო ხო იცი? სასქესო ორგანო ფიზიკურია? ვეკითხები. კი, განახო? სურათებით ვერ აღვიქვა, სიტყვით ვიგებ ვეუბნები. კაცის ორგანო. კაცს მრავალი ორგანო აქვს ვეუბნები. კაცს მრავალი ორგანო აქვს. ეს რას ნიშნავს? ძახილის ნიშნა. ადამიანს 150 ორგანოზე მეტი აქვს. რომელ ორგანოს გულისხმობ? შემიძლია პირთან დაგაკავშირო ასტრალში ვინც ამოგიყვანს ჩემთან. არ მგონი რომ ადგილები გქონდეს კიდე დარჩენილი, შევსებულია ხოლმე. ხომალდი ვეუბნები ძირითადად, მაგრამ შეგიძლია დაუკავშირდე და ვკითხო თუ აქვს თავისუფალი ადგილები და გაუგზავნე გიორგის ვიდეო. მეგობრებო, გავედით პორტალში და ჩვენ მოგსაუბრობთ გალაქტიკაში, ვისაც გსურთ გაფრენა სხვადასხვა პლანეტებზე, მოგმართეთ განცხადებით და ჩვენ თქვენ გაგაფრენთ. ხო და მეგობრებო, ეხლა გადავიდეთ. ხო და ეს რომ გავუგზავნე, ეს დააიგნორა. გავაგზავნოთ ერთი წუთით. ეს დააიგნორა. მე იწყება ისეთი დედის ტირებები, რომ ალბათ თქვენთვის ადამიან ხო, ესე იგი, წერს ესეთ რამეს რა, რომ მოიცადე ერთი წუთი. ადამიანს 150 ორგანოზე მეტი ეს ადამიანი ამ სიტყვაზე ჩაციკლულია, გესმით და ეხლა ვუხსნი, რომ ქართული ანბანით ავუხსნა ეს რას ნიშნავს რა. ყლე არის ყანი, ლასის ენი, რომელს გულისხმობთ აქედან, ვეკითხები და აქ გამომიგზავნა მეგობრებო თავისი ჩამოკიდებული ერთი ადგილის სურათი, გესმის და აი ესაა ჩემი რა სიტყვი მოგწონს? მეუბნება ეხლა რა და ეს არ არის ყლე, ეს არის იარაკი მეუბნები რა. იარაკი არის თურქულად, რომელიც იარაღთან არის კავშირში რა და ერთ-ერთი ჩემი სიდონის წევრისგან ვიცი რომ თურქულად არის იარაკი მაგის სახელი. ხო, ლამაზი მაქვს, მეგობრებო. რომელიც ასოცირდება იარაღთან, გამოიგონეს ღმერთებმა ხორცის წარმოსაქმნელად, ვეუბნები.
ხო მოგწონს მეკითხება ხორცია და ის ბინძურია სილამაზეზე რა გითხრათ თქვენ გეკნებათ ხორცის სინდრომი მინდა შენ შეგიდო მეუბნება ალბათ მენტალურ და ასტრალურ სივრცეში ვერ წვდებით ამიტომ იძულებული ვარ გითხრათ გზა რომ დამიკავშირდეთ ზემოთ ლინკი ჩაგიგდეთ ხო ეს ვანიშნებ და მე გექნება ეს აღარ მინდა წავიკითხო ბავში შემოვიდა ამ სივრცეში შემოყავს გიორგის ხალხი ამ პორტალში გამოეძრომა მოგიწევს რომ ხორციელი სინდრომი მოიშოროთ მაინც ვერ ამიხსენით რა არის ეს სიტყვა თქო რა და მე მიდის ერთი ამბავი აღარ გვინდა ეხლა ეს ძალიან დებილო ძალიან დაბალ დონეზე ჩავიდა და არ გვინდა შეიძლება თქვენ ჩაგიყოლოთ ხო და ტიპს აინტერესებს ახლა ვინ ვარ გესმის და საბოლოო ჯამში ესეთ რაღაცების მერე გადავახვევ რა და გინებები წავიდა იქ რაღაცა მე ვცდილობ რომ ამ ადამიანს კულტურულად მივმართო და საბოლოო ჯამში რომ მივხვდი რომ ეს ადამიანი არის ესე იგი არც დებილი არც დახამებული არაფერზე უბრალოდ არის პირი რომელიც დავალებულია რაღაცა დავალებას ასრულებს და ვის დავალებასაც ასრულებს ისიც მივხვდით მეგობრებო და ვეკითხები ესეთ რაღაცას რა სხვა კაცთან თუ ქონია ხორციელი კავშირი თქო პასუხმა დააგვიანა ერთი საათი იფიქრა მე არასდროს ეგენი მეტრაკები არიან მე კაცი ვარ ქალს ვუშვები ხო მხოლოდ შენც მინდა გიქნაო რა და კაცი დედაკაციც არის და მამაკაციც თქო მეუბნები და ქალს პასუხი გაგეცი მეუბნება მოდი განახებთ ღმერთმა ორივე შექმნა კაცსაც შენი მენტალი ხორციელშია ჩაჭედილი მეუბნები და რამ დააზიანა თქო შიქ ხარ გაკ ღმერთმა შექმნა ადამი მტვრისაგან ადამი ნეკნისაგან კი ევა ადამის ნეკნისაგან კი ევა მე მეუბნები შიგ იმას აქვს ვინც ეგ მოგიყვა თქო ბიბლია გადაშალე ქალო ვინ იყვნენ ადამი და ევა ნუ იცინი მიდგება მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ მეუბნები მეკითხება დაბადების პირველ თავში წერია ბიბლიაში ღმერთმა თავდაპირველად შექმნა კაცი დედაკაცად და მამაკაცად მეუბნები ხა როგორც გამოჩნდა ბიბლია მხოლოდ მოყოლილის დონეზე იცით ხო და მე შექმნა ქალი ადამიანის ნეკნისგან რომ წაგეკითხა ნახავდი რა წერია შიგნით ხო და ეგ წერია დაბადების მეორე თავში როცა კაცმა შექმნა ადამი მოდი შემხვდი ხო და მე ვწერ რომ კაცმა შექმნა არა ღმერთმა შექმნა ადამიანო დედაკაცად და მამაკაცად არის დედაკაცი და მამაკაცი არის ღმერთის შექმნილი თქო რა ქმნილა და ადამი კი ყლის თქო რა და ანუ შენ ყლის ქმნილება ხარ თუ სხვანაირად გასწავლეს გატყუებენ მეთქი და შენ ყლე არ იცოდი რა იყო ეხლა კარგად იცი მეუბნება შენ ხარ ყლის ქმნილება მე ვარ დედაკაცი მეუბნები ისემს დაგიცი არ ვიცი რას ნიშნავს ეგ რომელიც შექმნა ღმერთმა თქო აჰა იცინის ადამი არის მისი მონა და შენ ხარ მისი მონა თქო რა იმ ერთი ადგილის მონა თქო ხო და წავიდა ესე ლაპარაკობთ და უცბად მეგობრებო ხდება ესეთი რამე შენ გჭირდება შენი დაკიდებული ერთი ადგილის განკურნება მენტალში რომ ფიზიკური დაუკვდეს მეთქი რა და მე აღარ გამოეკიდები ხორცს და ქალებს არ დაუწყებ მათხოვრობას თქო რა აი ხა ბავშვი ზის და ცოტა კულტურულად წაგიკითხავთ შენი ერთი ადგილის გამო თქო და კიდევ მე მიყვარს ჩვენი პატრიარქი დიდხან სიცოცხლე რომ ბევრი ილოცოს ჩვენს მრევლზე შენ კი დაისჯები ღმერთისაგან რადგან შენ ცოდვილი ხარო მეუბნება რა და აჰა გავიგეთ ვისი მოგზავნილი ტიპი იყო ეს
აქ საერთოდ არაფერ შუაში არ არის ილია მეორე. უბრალოდ ტიპს ნერვებმა უმტყუნა და გადავიდა იმ საქმეზე, რა საქმითაც იყო ჩემთან მოგზავნილი და გამოჩნდა, რომ ეს ტიპი არის საპატრიარქოს მიერ დაგეშილი, დაპროგრამებული, სექსუალურად დაპროგრამებული პიროვნება, რომელიც ალბათ შემნაირებს და მოაზროვნე ადამიანებს და არა მხოლოდ მოაზროვნე ადამიანებს, ახალგაზრდა გოგოებს აცდუნებს. და დაიმახსოვრეთ ახლა კარგად რას გეუბნებით, რა გაფრთხილდით ეს პიროვნებები, რომლებიც არიან ესეთი უცნაური სახელებით, გიო, ლევანი, ის რაღაცავა და სურათი არ უდევთ თავისი, არიან მეგობრებო უშიშროების მიერ გაწვრთნილი ხალხი. ასეთი ხალხი აცდუნებენ ახალგაზრდა გოგოებს. შემდეგ ყავთ ეს გოგოები ჩაჭერილი და აი ეს გოგოები, რომლებიც ჩაჭერილი ყავთ, უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ, უნდა გააკეთონ ის, რასაც ისინი ეუბნებიან. ძალიან დიდი ქსელი არის ეს, მეგობრებო, და მე განახებთ, რამდენი ასეთი ადამიანი წელს, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი საუბარი, რომელთანაც გავრისყე და ვთქვი, რომ მოდი ახლა, აი რა უნდათ ამ ხალხს მაინტერესებს, რა გუშინ მომეცა ეს ძალა, რომ აი გავარკვიო რა უნდა ამ ხალხს. ეხლა ნახე, შენი დედის ერთი ადგილი მოუტყან იძახის. ხო, შენ რაღაცა, აღარ გვიდა რა ძალიან დაბალი დონია, თუმცა უნდა იცოდეთ ეს, რა დონის ხალხი არის უშიშროების მიერ და საპატრიარქოს მიერ გამოწვრთნილი. აი წაიკითხეთ უბრალოდ, მე არ მინდა ამის წაკითხვა. ეტაკა მერე დედაჩემის ერთ ადგილს და მე ვეუბნები, რომ თქვენი ერთი ადგილები იმიტომ არის ინტერნეტ სივრცეში დაკიდული, რომ რატო თქო და რატო გელანდებათ? ხო, აქედან გამოსულები რო ხართ, იმიტომ არის თქვენი ერთი ადგილები დაკიდებული ინტერნეტ სივრცეში თქო რა და შენი ტუჩები და რაღაცეები, აი ესეთი ბინძური სიტყვები გამოუშვა და ბინძური სიტყვები არ არსებობს მეგობრებო, უბრალოდ მის დონეზე არის გამოთქმული ესეთი სიტყვები, რომ პირდაპირ აქტს განახორციელებს და წერს და გადადის მერე ესეთ ძალიან ანგელოზურ საკითხზე. პატრიარქზე როგორ გიბრუნდება ენა რეებს წერ. ხო და არ გცხვენია, მე რასაც ვეუბნები, საკადრისად ვეუბნები, ღმერთის არ გცხვენია, არ გეშინია, ღმერთის, მასე რომ საუბრობ, ნუ საუბრობ მასე, ადამიანურად გთხოვ და მე გახსენდა, რომ ადამიანია, გესმის? მოკლედ ერთი სიტყვით, აქ არის მთელი ეს სისტემა, ჩავიჭირე, ეს სისტემაც ჩავიჭირე, მეგობრებო, როგორ მოქმედებენ ადამიანებზე და რატომ ყავთ ამდენი ხალხი გათიშული. მე აპროგრამებენ ამ ხალხს, აი მაგალითად ამ ადამიანმა შეძლო ერთ-ერთ 16-17 თუ 18 წლის გოგოსთან, რომელსაც აინტერესებს უბრალოდ ეს საკითხი რა არის, ხო? სექსი რა არის. ძალიან კარგად გამოიჭიროს, ხო? შეუძლია ნებისმიერი ახალგაზრდა გოგო, რომელიც აცუნდრუკებულია, გამოიჭიროს და დააშანტაჟოს. დააშანტაჟოს როგორც სიტყვიერად, ის ეხა ეს მუქარებზე ვერ გადმოვიდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა ვინ ვიყავი, სამი შვილის დედა რო ვიყავი, ისეც იცოდა, მე გამოჩნდა იმ წერილებში, რომ შვილები როგორ გააჩინეო, ხო? შვილები როგორ გავაჩინე, იცოდა ტიპმა რა. კარგად ინფორმირებული იყო ვინ ვარ მე. არა ინტერნეტ სივრციდან, იმიტომ რომ ეგ ჩემს ვიდეოებს დაუწყებდა ყურებას, მაგის ნერვები უბრალოდ არ ეყოფოდა. უბრალოდ ვიღაცისგან იყო ინფორმირებული. დაპროგრამებული ტიპები. ესენი არიან, აი ვთქვათ, რაღაცაზე ჩაიჭირეს და ციხეში ნაჯდომი ნასეტკები არიან ესენი, რომლებიც ციხეში კარგად დააპროგრამეს, რომელი ადამიანები წავიდნენ მოლაპარაკებაზე, რომ ესენი ითანამშრომლებდნენ უშიშროებასთან, ოღონდ სასჯელი შეუმსუბუქდებოდათ და გამოვიდოდნენ საკნის გარეთ. ახლა მეგობრებო, სისტემამ რო არის ის როგორი მხრიდან მომიაროს, მისევს ასეთ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ მე ამათ ვაიგნორებ, გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი მაინც დამეჭირა ვინ არის საერთოდ რა და დავიჭირე ვინ არის. ტიპი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ სამი შვილის დედა ვარ
და რომელმაც კარგად იცოდა რომ პატრიარქს ვაგინებ. და რომელმაც კარგად იცის რომ პატრიარქი უნდა დაიცვას და ეს არის ადამიანების დამშინებელი პროგრამა რომ აი ღმერთის არ გეშინია ყლე ამოვარდნილს უცბად გაახსენდა ღმერთი და ადამიანობა და ღმერთის არ გეშინია და დაისჯები იქ. ეგ არის მაგათი როგორი რა ქვია მაგას პროგრამა იცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს ასე აშინებენ. იქ რომ მიხვალ იქ დაისჯები. ძალიან ბევრი ბერისგან, მღვდლისგან და არანორმალური ადამიანისგან მომისმენია ესეთებისგან, ესეთი არანორმალურისგან რა. ასია მეგობრებო ჩვენი ეს სისტემაც. სისტემა რომელიც მუშაობს ეს კიდე ერთია და დანარჩენები რას აკეთებენ უნდა ნახოთ თქვენ რა. უბრალოდ ეხლა მე ვერ მოგიყვებით იმას რაც არ ფაქტი არა მაქვს, თორემ მე რაც ვიცი ის რომ მოგიყვეთ ის უბრალოდ მოყოლილის დონეზე იქნება და არა ფაქტის დონეზე და ფაქტი რომ გაჩვენოთ აი ესეთი მდგომარეობაში უნდა ჩავიდე, ამის ატანა უნდა მომიწიოს, გავფაქტო, მერე თქვენ რომ გაჩვენოთ რომ აი ესეთები არსებობენ. ესეთები რო არსებობენ მე ვიცოდი, მაგრამ ფაქტი არ მქონდა და ვერ მოგაწვდიდით თქვენ ამ ინფორმაციას, რომ აი ესეთი რაღაცა ხდება. მაგრამ იმისათვის რომ მე ფაქტი მქონდეს, უნდა ავიტანო ასეთი ადამიანების საუბარი, გესმით? ამას ქვია ჯოჯოხეთში ჩასვლა, სხვას კი არაფერს, მეგობრებო. ჯოჯოხეთში ჩასვლა, რომ ამოვიტანო იქიდან ინფორმაცია და განახოთ რა ხდება. როგორი ჯოჯოხეთია ჩვენს ირგვლივ გავრცელებული, გესმით? ამ ადამიანს ვერაფერს ვეღარ უშველით, ეს არის დაზიანებული სისტემა, ეს პიროვნება არის უკვე იმდენად გადაკეთებული პროგრამა, რომ ამ პროგრამას ვეღარ გამოვასწორებთ. თითოეული ჩვენგანი არის პროგრამა. ამ პროგრამას როგორც აპროგრამებენ, იმ პროგრამით მუშაობს. პროგრამა, რომელიც მე ვარ, ეს არის სისტემიდან გამოვარდნილი პროგრამა, რომელმაც თავი იხსნა სისტემიდან. თუმცა ეხლა მიწევს ისევ სისტემაში ჩამოსვლა და ამ წიგნის თქვენზე მოყიდვა, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაგაგებინებთ თქვენ. გესმით? სხვანაირად ვერ გაგებინებთ. სისტემაში პროგრამა მასა მუშაობს ასე. ფულს იხდი, იღებ სანაცვლოდ რაღაცას. აი ასეთი სისტემაა. ამ სისტემიდან ამოვარდნა 6 წელი ვეცადე მე საქართველოში, რომ ხალხი გამომეყვანა ამ სისტემიდან, მაგრამ იმდენად უკვე ჩაჭედილები არიან ამ სისტემაში, რომ აი პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც ამას უხსნი, გიყურებენ ცარიელი თვალებით, არ ესმით, ვერ ხვდებიან რას ლაპარაკობ და გონი ხარ გიჟი. გესმით? შატდაუნი უნდაო ნინო ამბობს, ხო? რესტარტი უნდა კი, ყველაფერს რესტარტი უნდა და ამ რესტარტს გააკეთებს ადამიანი თუ კი პირველ იმ თავს ილია მეორეს გახაკავს და ილია მეორის გახაკვის დროს სისტემას სრულიად დაშლის. ერთი უნდა კრა ხელი დომინოს და წავა და დაიშლება მთლიანად. აი ახლა მე რას ვაკეთებ, მეგობრებო, არის ის, რომ დომინოს ქვა, რომელიც გაყინული აქვს უკვე და მკვდარია, აგერ გავიგე და მომწერეს თურმე ქუთაისშიც ტარდება ნათლობები. ოღონდ ნათლობა ისეთია, რომ ილია მეორის სახელზე ნათლავენ. ილია მეორე იქ ვერ მიდის, იმიტომ რომ გასასამართლებელი საბუთი აქვს, რომ უძლურად არის და ეს დეგენერატი ხალხი ანათვლენებს უძლურ ადამიანს, ეს უძლურება რომ ამ შვილებს ენათლებათ ეგ არიციან და მით უმეტეს ეხლა მკვდარია და მკვდრობა რომ ამ ბავშვებს ენათლებათ ეგ არიციან. და უბრალოდ ქუთაისში მიგაქვს შენ საბუთები და საბუთები ასეთია, მე თვითონ შევიტანე საბუთები, როდესაც მოვანათლენ მაგ მკვდარს. კიდევ კაი, მაშინ მკვდარი არ იყო შვილი. სად ვმუშაობთ? უნდა ჩამოგვეთალა მე და ჩემი მეუღლე, ვართ თუ არა მონათროლები, არის თუ არა ბებია, ბაბუა და ასე შემდეგ და დეფაუდეზე უნდა ჩაგვეწერა, CD-ზე უნდა ჩაგვეწერა ჩვენი სურათები და მიგვეცა. ჩემი მღვდლის სახელის უნდა სწოდნოდათ ვინ არის ჩემი მღვდელი, რომ გაეგოთ კარგად მერე იქ რა დანაშაულები მაქვს, გამოიკითხათ თუ რამეს გავაჯაზებდი ჩემს მღვდელთან, რა მაქვს დანაშაული, ანუ ახსარებაში ჩაბარებული საშიში რაღაცები რა მაქვს, გესმის, რაზეც მომაწვებოდნენ მერე თუ ვიღაცა გაშარჟდა, ან თუ ვიღაცამ გაუხურათ მაგათ და მე ვერაფერი ვერ მიქნეს. საბოლოო ჯამში აი ეს დომინო, რომელიც მე მყარი ხელი და მაგარი მივახეთქე ერთ მეორეზე,
გაიყინა, სისტემა გაიყინა, ეხლა არის გაყინული სისტემისგან უბრალოდ ეს სიმპტომები გამოვარდნილი, რომ რაღაცნაირად ფართხალ ქათამს თავს რომ მოაცლი, ხო? ის ფართხალებს, თუ წრეს არ შემოუხაზავ. ხო და ეხლა წრის შემოხაზვა დავაგვიანი როგორ ჩანს და ეს ქათამი დადის ეს და ფართხალებს და ყრის თავის სისხლებს, გესმის? ხო და ვინა ქალო მკვდარი, ვინა და ილია მეორე არის მკვდარი, მაცივარში გიდებ და როცა დასჭირდებათ ხოლმე, მაშინ გამოიღებენ მაცივრიდან ბალზამირებულს, გაყინულს და დაგიდებენ ცხვირწინ და დაგიმონტაჟებენ ხელოვნური ინტელექტით, რომ ვითომ ცოცხალია. დალი, გესმის? ილია მეორე არის მკვდარი და შეიგნეთ ეგ. გესმის? მკვდარია. ხო და ქალო კარგი სიტყვა რო იცოდე. ქალო ძალიან ძლიერი სიტყვა არის. ასე რომ მეგობრებო, პირდაპირ მნიშვნელობით ეს მთელი ქაჯეთის სისტემა არის პრინციპში დაშლილი. და ეხლა ფართხალებს. თავი აქვს წაცლილი რა. რო იცოდეთ, თავი აქვს წაცლილი. შო, ეს არის და ეს. ასეთი ადამიანები, აი ახლა მე გაჩვენებთ რამდენი მწერს. გაინტერესებთ, ხო? წავიდეთ. უსახელო ტუღუში ასლანა, ცუკა ციხე, ზაზა ეს ვიღაცა, აღონთ ეს ამაში არ ვარ დარწმუნებული, არ გამიხსნია ჯერ რა, მაგრამ არ ვიცნობ ადამიანს, მოდი. არა, ეს სხვა რამეებს წერს, ეს არ არის, ხო, ბოდიშით. გი, გიო, აიეტი. გიო ქუჩუ გიო მოკლედ ეს გიოები მაგრები არიან რა ყველგან გიოები არიან სად არიან ის დაბლა კიდე ეს საცოდავები მოკლედ იჭედება რა ეხლა ამის თავი არ მაქვს რა კიდე ჩავსკროლ ძალიან დაბლა რა და აი მოკლედ ძალიან ბევრი არიან რა ძალიან ბევრი არიან ღმერთის გეშინოდეთ შენ ისეთ სიტყვებს ლაპარაკობ ქალო მართლა კარგი ნათქვამი კარგით რა დალი აუ კარგი დალი ძალიან გთხოვ რა არ გჯერა რო ილია მოკვდა ეგ ახლა შენ თუ არ გჯერა მე ნუ უმაბრალებ რა კი არ ვლაპარაკობ ისეთ სიტყვებს ეგეთი სიტყვებით ილია მეორის დაპროგრამებული ხალხი მწერს მეთქი გესმის? გესმის? და ისეთ სიტყვებს ლაპარაკობენ, რომ აი თქვენ შვილი თუ გყავთ, ქალიშვილი, ხო, ფრთხილად იყავით, იმას არ მოხდეთ ეგ მაგისი ჩამოკიდებული ერთი ადგილი რა. ფრთხილად იყავით. იმიტომ რომ თქვენი ქალიშვილიც შეიძლება ჩაიჭიროს ეკლესიამ ზუსტად ეგრე. რამდენიც გინდა იმდენი დააორსულეს და მერე მოაშლევინეს მუცელი. და თუ არ იცით, ხო? კითხვაც არ დასვათ, თორე შეიძლება თქვენს ოჯახს დაემართოს ეგრე რა. თქვენ არ იცით რა ხდება ეკლესიაში. თქვენ არ იცით როგორ აწამებენ ადამიანებს. თქვენ არ იცით როგორ აშინებენ და აშანტაჟებენ ადამიანებს, არა მხოლოდ ქალებს, კაცებსაც. და მღვდლებად და მეუფეებად რო არიან დადგენილი თავის მრევლის წევრს აიყვანენ სასაფლაოზე და პირში მისცემენ მერე, იცით? კაცებსაც და ქალებსაც. და აი ამასეთ სისტემას გიპროტესტებ და თქვენ კიდე მეუბნებით ისეთ სიტყვებს ლაპარაკობთ ქალო გამოფხიზლდი რა გამოფხიზლდი გესმის დედის მწყნელი საპატრიარქოში შემძვრალი სისტემა არის იცოდეთ და მე მაგას ვამხელ გესმით მაგას ვამხელ და მადლობა მოიხადეთ რომ ვამხელ დღემდე ყველა მოკლეს და ყველა საგიჟეთში ჩააწყვეს ვინც ამხილა და მადლობა მოიხადეთ რომ ჩემი პირიდან გაიგეთ ესეთი ამბები გესმით და თუ არ გჯერათ ხო დედასპიცა ვარ აეხლავე დავიწყევლები თქვენ მოგივიდეთ ეგეთი რამე თქვენს ოჯახს დაემართოს ეგეთი რამე რომ გაიგოთ რას ლაპარაკობ რა წადი მოფში და დაიძინე დალი არ გაგეპაროს ნინო ეუბნება ხო რა
სტიქაროსნებს აუპატიურებენ მამაოებიო, გესმით რა ხდება და ვერ იძახიან ეს საწყალი ბავშვები, შიშით ვერ იძახიან ხალხო. ვერ ამბობენ, რას ამბობენ, რომ მამაომ გამაუპატიურაო, დედამის და მამამის რომ თუ არ ედამზიამოდით ამ მღვდლებზე, იმას ეტყვიან თავის მშობლებს, რომ იმან გამაუპატიურა, ვიზეთ ჩემ ზედამ თუ არ ამოგდისო? იცით რეები ხდება ხალხო, თქვენ აზია არ ახართ რეები ხდება. სასქესო ორგანოზე ხელების სწავლებები იქ ამბიონზე და ქალს როგორ შეუძლია ამბიონზე ასვლაო და არა, იქ სექსაობა შეიძლება. შეურაცხყოფას თავი დაანებეთ, თუ გაგებინებთ პასუხსო, სენს როგორ უნდა დაგიჯერო ასეთი სიტყვების მერე. წადი დალი და შენს შვილებს რომ უქნავენ წინიდან და უკნიდან, მერე დაიჯერებ მაგას. გესმის? აი ახლა წადი აქედან, გაითიშე ჩემი გვერდიდან რა. რას მისმენ? რას მისმენ? მითხარი, გაინტერესებს და იმიტომ, ხო? და რო გაინტერესებს, გეუბნები რაც ხდება თქო და სანამ შენ შვილებს დაემართებათ ესეთი რაღაცეები, წადი გაიარე რა, დამეკარგე სანამ ღმერთმა შეისმინა ჩემი საუბარი რა. სანამ შენ შვილებს არ გაჟიმავენ თქო, მანამდე ვერ დაიჯერებ, იმიტომ რომ ძალიან დაპროგრამებული ვიღაცა ხარ. და ეს რაც გითხარი, არც შეურაცხყოფაა და არც წყევლა, ეს გითხარი ის რაც გაგაფრთხილე მე შენ. ბრმას მხოლოდ თვალი აეხილება, როდესაც ფეხს წამოკრავს და თავს დაანარცხებს მაშინ რა. აი ესე მეგობრებო, ეს არის სისტემები, ეს არის აბსოლუტურად როგორც ქსელი, ისე გაბმული სისტემები და ამას მე ერთი ადამიანი ვეღარ ვუშველი, იმიტომ რომ აი ესეთი დალისნაირი დაბრმავებული ადამიანები ძალიან ბევრი არიან, სამწუხაროდ. გესმით? ძალიან ბევრი. თქვენ კი ვინც მისმენთ და ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ესეთი რაღაცეები ხდება თუ არ ხდება, არ იცით და სანამ არ გამომჟღავნდება, არასდროს არ გამომჟღავნდება ეს, იმიტომ რომ სანამ თქვენ ჩუმად იქნებით, სისტემას მოუთმება ერთი ადგილი. ნიკა წერს, დღეს არის მელაძის გადაცემაში, როგორ აუპატიურებდნენ მამაოების სტიქაროსნებსო. და უყურეთო, დალი გესმის? უყურეთ. მელაძის გადაცემაში მოყვებიან იქ, როგორ აუპატიურებდნენ სტიქაროსნებს მამაოები. ქალები არ უნდათ და კაცები უნდათ ეთყობა და იმიტომაც ხდებიან მღვდლები და ვითომ მონაზვნებიო რა. ძალიან საყურადღებო ფაქტი დადეთ, მადლობაო. ხო და გაუფრთხილდით თქვენ შვილებს, მართლა გეუბნებით. ესეთი ადამიანები არიან კარგად დაპროგრამებულები, უშიშრობამ კარგად იცის, როგორ შეაღწიოს ადამიანების გონებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდების. 16, 17, 18 წლის და შეიძლება 25 წლამდე გოგოების გონებაშიც და აი ესე შეიძლება ძალიან ბევრი ჩაითრიონ. შემდეგ მშობლებს ვერ ეუბნებიან, რა ხდება, იმიტომ რომ სწვენიათ, იმიტომ რომ ეშინიათ, იმიტომ რომ თავის სწვენიათ, იმიტომ რომ აშინებენ და მერე ხდება რაც ხდება, დიდი უბედურებები. მე პირადად ვიცი, მამაომ რომ დააშორა ქალი თავის ქმარს, იმიტომ რომ დაევასა, იმიტომ რომ აუცუსუნდა ერთი ადგილი, წაიყვანა ეს ქალი, სადღაც ყავდა ჩაკეტილი, დააორსულა და მერე მუცელიც მოაშლევინა. და ასე გრძელდებოდა დიდი ხანი, რომ ემუქრებოდა როგორც ოჯახის წევრებს ამ ქალისას, ისე ამ ქალს, რომ თუ ამას გამიშარჟებთ და თუ ამას გამომიქვეყნებთ, არც ერთის ცოცხალი ძვალიც კი არ დარჩება და ვერ გაიგებთ სად არიან თქვენი შვილები და შვილიშვილებიო. გესმით? აი ესე ემუქრებიან ადამიანებს ამხელა სისტემის მქონე ყლეზე დაკიდებული კაცები. გესმის? ფსიქიკურად შეშლილი ხალხი არის შესული საპატრიარქოში და ხალხს კი არა აგიჟებს, კლავს. სისხლის სამართლის დანაშაულები აქვს ჩადენილი იმხელა, რომ ჩემი ეს ბინძური სიტყვები მალამოდ უნდა მოგედოთ რა. კაკებია ჩვეულებრივი, ამბობს ლემონტე ვერსა. კი, კაკებია მოდებული კი არა და საშინელება ხდება, კლავენ, ცოცხლად კლავენ. სისხლს ადენენ ხალხებს, იცი რეები ხდება?
განსაკუთრებით ქალებს, რომლებსაც დაცვა არ აქვთ. არც ქმარი ყავთ ნორმალური დაიცვას და არც კიდე მამა და არც ბაბუა. ასეთ ხალხს აუბედურებენ ხალხო, თქვენ აზრზე მოდით რა. ჩემი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კი არა, მკვდარი, ბიჭო, მკვდარი. ვერ გაახერხა ვერაფერი და ეს სისტემა ვერ დააქცია. ვერ მოახერხა, რომ სისტემაში შესული კაცი სისტემას მორეოდა. ვერ მოახერხა, იმიტომ რომ გააჟიმეს. არა ერთხელ და გააჟიმინეს სხვები, გესმის? კარგი, წავედი ახლა მე და იცოდეთ რომ მართლა მაგრად რისკავ ამ საკითხებს რო გიყვებით თქვენ რა. იცოდეთ რომ მაგარ რისკზე მივდივარ და არ მეშინია თქო გეუბნებით და ღმერთია ჩემთან, ჩემი დამცველი და ჩემი მცველი იცოდეთ რა. თქვენ ვერ დამიცავთ ვერც ერთი. ღმერთი მიცავს მე.